მაგ ჟურნალისტმა რო დაგვიძახა, რამდენადაც მაგან დააზიანა მაგისი პროექტი და მაგისი პოზიცია, ეგრე მე მგონი არაფერს არ დაუზიანებია. დაუშვათ ეგ თulis რომ მე რაღაცა ჯოჯოხეთი მოუწყე ჟურნალისტებს და აი როგორ შეიძლება ჩემთან ლაპარაკი და ვიღაცებს უნდა აუხსნას ბიჭო. აი მეორე მხარეს ზის ადამიანი, რომლის ხელისუფლებამაც ტევეიმედი დაარბია და მფლობელს აახია, აი ჩვეულებრივად ტელევიზია წაართვა ვიღაცას და ჟურნალისტებს რავი თავზე გადაუარა და აი თუ მაგ მანტიას ისხავ, აი მე ჟურნალისტების ის უნდა დავიცო, რავი იმასაც ჩაუტარე. თვითონ რანაირადაც უტევდა შინ რა შინაარსით და რა მეთოდებით და რა ფორმით, რა პრეტენზიითაც ზურას უტევდა, რომ თქვენ 5 ივლისი გაგეგმეთ ბიჭო მეორე მხარეს. ტიპი ზის, რომელმაც რა ვიცი, ციხეებში ხალხი აუპატიურეს და წელიწადში 200 გვამი გამოქონდათ. რა ძვლებში ამტრევდნენ ხალხს. რა ის აგიტყდა. შენ თუ ეგ სიტყვისა და გამოხატვის უფლებები გაინტერესებს, აქეთაც კითხვა მაინც დასვი. 5 ივლისი არის ძალიან კარგი დღე. საერთოდ არაფერი 5 ივლისს არ მომხდარა და სულ რომ თვლიდე რომ ცუდი მოხდა და თუ მაგ კრიტერიუმით განსაზღვრავშე, მაგ პრიზმით მეორე მხარეს საერთოდ ჩიკოტილო გიზის. კონსერვატორების საქართველოსთვის